წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გუშინ დასრულდა 4 დღის მანძილზე ექსპო ჯორჯიას პავილიონების საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოპებსა და ბაზრობებს მასპინძლობდა. რიგით მეორე ფესტივალზე საქართველოს წამყვანი გამომცემლობები ყველა ჟანრის ლიტერატურას თავაზობდნენ მომხმარებელს. თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში პირველად სურათებიანი წიგნის პროექტის კონკურსი გაიმართა. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია იყო. 40-ზე მეტი მონაწილედან 4 გამარჯვებული სპეციალურად მოწვეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომლებსაც სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებული პროექტები დასრულებული წიგნის სახეს მიიღებს და მსოფლიოს უმსხვილეს წიგნის ბაზრობებზე წარსდგება. ძალიან გახარებული ვარ. ჩემი აზრით ამ პროექტის მერე უფრო განვითარდება. ჩემი წიგნი ეხება ფობიას, სიმართლესა და სიბერეზე. ეს არიან მოხუცები, რომლებიც იქცევიან როგორც ახალგაზრდები. ამ ტიპის კონკურსების გამოცხადება ზოგადად ხელს უწყობს ქვეყანაში ლიტერატურული პროცესის განვითარებას. თუ ჩვენ გვინდა რომ მომავალში სერიოზული კითხველთა თაობა ჩამოყალიბდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბავშვებს საწყის ეტაპზე შევაყვაროთ. მაყოფილები ვართ იმ შედეგით, რაც თბილისის წიგნის დღეებზე ვნახეთ, იმიტომ რომ შარშანდელთან შედარებით ბევრად გაიზარდა დამთვალიერებელთა რიცხვი და ასევე იმ კულტურული შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეთა რიცხვი, რომელიც დაგეგმეთ და განვახორციელეთ.